ღირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ განვაგრძნობთ შესვენების შემდეგ ჩვენ გადაცემას. ასეთი უზენაეს საბჭოს წარმომადგენლები 31 მარტის რეფერენდუმი 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი კიდევ დანახული საქართველოს პოლიტიკური სისტემა დღევანდელი ვითარება კრიზისიდან გამოსვლა და სულ ახლახან იმაში ბოლოს გაჟღერდა ესეთი იდეა ბატონმა ნიკოლოზმა გაჟღერა რომ ის არჩევნები რომელიც ჩატარდა ერთობლივად კომპარტიისა და ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით 28 ოქტომბერს ეს იყო სამაგალითო უპრეცედენტო და ყველა დამიდასტუროს მათ შორის ახლა ძალიან შეზღუდული ადამიანები თუ არ არიან რომ ეს იყო ერთადერთი ხაზგასმით აღნიშნულად ერთადერთი სამართლიანად ჩატარებული არჩევნები სადაც ლეგიტიმურობა და წაგებული და მოგებული და ამ საკითხებზე არალეგიტიმური აქტი არ მომხდარა და ყველა ამაზე თანხდებით საბედნიეროდ. თუ ამაზე თუ თანხდებით, მაშინ იმ საწესებს, იმ კრიტერიუმების, იმ სულიკვეთებას უნდა დაუბრუნდეთ, რომელიც იყო და აქტიურად ამ იდეას რო დავცილდეთ, მერე ამან გამოიწვია მთელი რიგი დარღვევები და ვინც ატარებს არჩევნებს ის ზალადობს და სპეცსამსახურები და მთელი რიგი და მოქთამები და შანტაჟები და ასე შემდეგ. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეცეს დავიწყებას, ეს უნდა გადაილახოს და ეს 9 აპრილის იდეალები და 31 მარტის რეფერენდუმი და 28 ოქტომბრის ასე თქვა არჩევნები კიდევ მეორე კრიტერიუმები დამოკიდებულება და სამართლიანი აღსრულება ლეგიტიმური უფლებისა არის სახელმწიფოს მოვალეობა. ბატონო რატომ დააკვირდით რომ თქვენ მოგცემდეთ სიტყვას და კიდე დავაკონკრეტებ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ უზენაეს საბჭოს ეს ნიშნულოვანი ბირთვი თუ რაღაც ისევ დიდი შემადგენლობა ან საზოგადოების რომელმა წევრმა უნდა აიღოს ეს იდეა და გააჟღეროს ხელისუფლებას მოუწოდოს დანარჩენ პარტიას მოუწოდოს და ამით თანხმობის რაღაც ესეთი ველი და სულისკვეთება შექმნას. წერან თქვი რომ ესე იგი ეს არჩევნები კი არა იმაზე მინდოდა გამეგზელებინა ბატონი ნიკოლოზის ნათქვამი რომ ახალი არჩევნები ახლა ყველანი ამის მომხრეა და ცოტა დისონანსში შევალ და არ მინდა ახლა იყო რაღაცა ორიგინალური ან რაღაცა მაგრამ მე ვფიქრობ რომ არჩევნებს ესენი არ ჩაატარებენ და არც არის საჭირო ესენი უნდა წავიდნენ კიდევ ვაგრძელებ მე იმას. მაგრამ ბატონო ასასვლელი ხვრელი ხო უნდა დაუტოვოს. არჩევნები უნდა ჩატარდეს ანტიქართული ოცნების გარეშე. ანტიქართულს კიდევ ვიმეორებ მე სპეციალურად ვამბობ. ანტიეროვნული. ანტიქართულია, ქართული ხო არის არაერთი ანტი დაუმატოთ და სუსუფთად იქნება. ნუ ნახდათ ის რაც არის და თან გამოხატავს იმას. უნდა წავიდეს, მაგრამ ეხლა როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. აი ეხლა აი ბატონი თემურის ეს იდეა არის, იმიტომ მომწონს მე რომ შევიკრიბებით უზენაესი საბჭო. თუ იცით, ეხლა ალბათ დამეთანხმებით, რომ უზენაესი საბჭოს როგორ ვთქვა, გაუქმების შემდეგ არც ერთი არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. ყველა კანონდარღვევებით ჩატარდა. ყველა კანონდარღვევით ჩატარდა. აი ეხლა არის ის შანსი. ნუ შეიძლება ეს ეხლა ღმერთი ახსენეთ და ღმერთის ნება ყველაფერი რა თქმა უნდა მე მწამს ესა და ისა. შეიძლება ამიტომაც არის რომ ვერა და ვერ წამოვდეკით ფეხზე. მიუხედავად ერთი მეორე მესამე მეოთხე. და ეხლა რო ვიკრიბებით ეს უზენაესი საბჭო მე მქონდა ამისი ისა რომ ესენი აუცილებლად წავლენ. მე აი დღეს როგორ თქვენ გიყურებთ ესა მე მიმაჩნია რომ ეს მოხდება როგორ რანაირად არ ვიცი. იმ იდეით რასაც მე ვამბობ თუ სხვა იდეით თუ სხვა არ მინდა ახლა ვთქვა აუცილებლად წავლენ. და იქნება დილემა როგორ ჩატარდეს არჩევნები. უზენაესი საბჭო უნდა შეიკრიბოს,
გამოაცხადოს მე იმსჯელოთ თუ ყველაფერი იმაზე რაზეც ეს 9 აპრილამდე უნდა მოხდეს თუ 9 აპრილის შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა როცა წაეთრევიან ესენი როცა მაპატიე თუ ხეჭი გამოთქმა წარმინდოდა მაგრამ იმდენად განრისხებული ამაშია საქმე რომ სხვანაირად წამომც ასე ვთქვა და შემდეგ უზენაესმა საბჭომ იმსჯელებს ყველაფერ მდგომარეობაზე ვისაც აზრი აქვს და ნუ ეხლა სულ ყველა ვინც უზენაეს საბჭოს წევრები ვართ უკვე სიბრძნის ასაკში ვართ სულ ყველანი მე 85 წლის ავარ და ეხლა 65-ის და არ ვიცი ეხლა ამაშია საქმე რომ ალბათ ცოტა ჭკუა მოგვეკითხება ამაშია საქმე უფრო სწორედ გვეკითხება უფრო იქიდან იმისიმიდან და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ თვით ლიკვიდაცია უზენაესი საბჭოსი რომ ჩადგეს კალაპოტში ყველაფერი სამართალ მემკვიდრეობის პრინციპების დაცვით ჩვენ უნდა დავნიშნოთ ახალი არჩევნები აი ჩემი აზრი არის კი ბატონო ეს გასაგებია აპრობირებული მეთოდი არის და აი ამაშია საქმე ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად კი ბატონო თუ დაასრულებთ შემდგომ ესე მოხდეთ ბატონო თემო თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ როგორც აქ ითქვა ერთადერთი სამართლიანი არჩევნები ჩატარდა ჯერ პოსტსაბჭოთა სივრცეში როგორც ასეთი მრავალპარტიული და შემდგომ დღესაც სანატრელი გვაქვს მიახლოებაც კი სანატრელია იმ სტანდარტებთან რა პირობებში ჩატარდა ასე ვთქვათ არჩევნები გამომდინარე იქიდან რაც პარსეულმა ნიკოლოზმა თქვა რაც მე ბატონ მანზურმა ახლა როგორ უნდა მოიქცეთ ჩვენ რომ საერთო შეხედულებებზე შევჩერდეთ ეს იყოს რაღაც ჯგუფის რაღაც ბირთვის უზენაეს საბჭოს მნიშვნელოვანი რაღაც წარმომადგენლობის რომ ჯერ საზოგადოებას რა შესთავაზოს ხელისუფლებას რა შესთავაზოს და სამოქალაქო საზოგადოებას ამაზე თუ შევჩერდებით თორე ისე ჩვენ რაც გვინდა ახლა ორშაბათს საგურამოში ეს კიდე ცალკე თემატიკებია იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები რომლებსაც არა მარტო ამ თემაზე არამედ ფუნდამენტალურ საკითხებზე ეს იქნება მიწის საკითხი, რეფორმების საკითხი, მართლმსაჯულებაზე, რესურსების თეორია თუ ყველაფერზე არის პასუხი რო იცოდეს საზოგადოებამ უბრალოდ ამის ასპარეზი არ მოგვეცა ჩვენ არა ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული რომელსაც ყველა ხელისუფლება გულმოდგინედ აკეთებს სხვათა შორის მარტო ამათი დანაშაული არ არის ყველაფერზე ჯოქს მარტო ამაზე ნუ გადავტეხავთ და ამიტომ აი ამ თვალსაზრისით მაინტერესებს განსაკუთრებით თქვენი აზრი როგორ მოვიქცეთ კონკრეტულად აი ამ ასპექტში გთხოვთ ესე იგი პირველ რიგში მე მაინც მგონია რომ არა მარტო უზენაეს საბჭოს წევრების არამედ ძალიან ბევრი მოაზროვნე ადამიანი არის საჭირო იმისთვის რომ გავიდეთ ხალხში ტელევიზიებმა ადამიანები დათრგუნეს და აკომპლექსად აი ამიტომ ამბობ ჩვენ რომ აი ამ ტელევიზია ქართულში ჭირდება მხარდაჭერა ხა თქვენ ასეთ განწყობას აი ეგრე მოდის 31-ში მე დარწმუნებული ვარ არც არ მიგიწევენ თქვენ არავის რა თქმა უნდა მე უფრო მეც გეტყვით აგერო აი ასე დამცილებულ მდგომარეობაში როგორშიც არიან დამოუკიდებლობის აქცია ხელმომწერები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ მოხდა არანაირად მოვიდა სააკაშვილი და ნაციკო ის წაართვა გარკვეული ის ეგრეო ესე იგი მოვიდა ეს ხელისუფლება და ესე იგი აი გაგვამასხრა თავიდან აი თქვენი იცით რომ ხე ჩვენი კოლეგები ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობით მეკისრება რომ ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა შიმშილში მოგვდა ეს ისეთი ნორმალური კი არ არის ამიტომ როცა ამბობენ რომ ეროვნული არავით არის დღეს საქართველოში საქართველოა გადასარჩენი არავით არის ეროვნული ხელისუფლება რეალურად არც არის არც წინა ხელისუფლებები არ ყოფილა გარედან მართული ხელისუფლება ვერ იქნება ეროვნული ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება ამიტომ მოსახლეობასთან შეხვედრებს სადაც კი მეძლევა საშუალება და ცოტასო დავილაპარაკებთ იქ უკვე ხალხის განწყობა არის ჩვენ ხალხს უნდა გავაგებინოთ რომ საქართველოში საშიში არის პირველ რიგში მე არ მეშინია უკვე ოცნების და არ მეშინია აღარ გამოხდებს ისინი ისე გამოდიან რომ იმნაირი სულელური ეს შეფასებები რომელსაც ამბობენ რომ ხალხში
ეს იწვევს ანტიდამოკიდებულებას, მაგრამ ხალხში შიშს აძლიერებს. ისინი ამბობენ, რომ თუ ესენი ასე რამგენ ამათ ვინ მოერევა, არავითარი პრობლემა ანისი არ არსებობს. მე დღეს მეშინია არა ოცნების, არამედ მეშინია იმ ხალხის, რომელიც უჭერს მხარს ოცნებას. მე დღეს არ მეშინია ნაციონალური მოძრაობის, მე მეშინია იმ ხალხის, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. საქართველოს მოსახლეობაში პირველი გასაცნობიერებელი არის ის, რომ ეს ორთავე პარტია მართლისადავეებს თუ არ მოცილდა, ერთი რომელიმე დაპირისპირებული მხარე, რომელიც კი დარჩება, ან ერთი რევანშიზმი იმწუჩია რეალურად. მე ხალხში არის აი მარტივად რო ეტყვი, მე მეშინია რუსეთში გამდიდრებული ადამიანების ქართულ პოლიტიკაში. მე იმდენად რუსეთის არ მეშინია, რამდენადაც მეშინია კაგების წევრი ვინც არიან და ვერ მოხერხდა ეს, ვერ შევძელით რომ აი ეს მოხდეს რა. გაგვენეიტრალებენ. შემოწმება რომ მოხდეს, იმის რა პრობლემაა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავი დავანებოთ, ვინც ხელისუფლებაშია, ან უნდა ხელისუფლებაში წასვლა, იმათი მაინც უნდა მოხდეს შემოწმება იმაზე მოხდეს, რომ თქვა ესენი ვინ არიან და აგენტებით გაისო უკვე რეალურად ყველაფერი და საწყენი არავისთვის არ არის. პირველ პარლამენტში რამდენი პიროვნება და ხელისუფლებაში არ მოწმება, რომ როგორც კი მოხდა რა. მაგათმა დააღუპეს. გაიქცნენ რუსეთში და რუსეთში დიდი სიმდიდრეები დააგროვეს, ხო? რეალურად ვითომ ეროვნული ზვიად გამსახურდია ამ ხალხმა დაუღუპა რეალურად და დღეს კიდე იგივე ხალხი მოდიან აქ და ათასნაირამებს აკეთებენ. თუ ხალხში არ გავალ და ჩვენ ამას შეუშინდებით, ეს არ ვიტყვით ამას ხმამალ და ეს შედეგს არ გამოიწვევს. მე რუსეთში გამდიდრებული ადამიანების მეშინია ორი რამის გამო. რუსეთში ვერავინ ვერ დიდმე, რუსეთში გამდიდრებული ადამიანის კი რამდენად ქართულ პოლიტიკაში შემოდიან, თორე კი ბატონო თუ გამდიდრდი და არ ახარ პოლიტიკაში, მართალი მოგიმართოს, მაგრამ შენ რომ მოდიხარ პოლიტიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად რუსეთში არავინ არ გამდიდრება. ეს არის deep state რო გავაბადაღებული ამათი. რუსეთში არ გამდიდრებულა არავინ, ვინც პოლიტიკისთვის არ ვისი გამოყენებაც პოლიტიკისთვის არ უნდა რუსეთის ხელისუფლებას. ესეთი არ გამდიდრებულა. ამიტომ იქ ორი რამ არის, რუსეთის ხელისუფლების გარეშე ვერ მდიდრდები და ქართველი ქურდების გარეშე ვერ მდიდრდები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ქართველი ქურდების ყველაფერს აკეთებენ დღეს იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ. და ამაში ხარჯავენ უდიდეს ფულს, აი ამ დღეებში გამოქვეყნდა ზოგიერთი რამ გაუცებული ვარ. ანუ აი მოსახლეობას როცა დაელაპარაკები, გამდიდრებულია ამაში კი ბატონო, კონდეს ბიზნესი იყოს, პოლიტიკას მიკარება არ შეიძლება. რუსეთში გამდიდრებული ადამიანის ქართულ პოლიტიკასთან მიკარება არ შეიძლება. აი ჩვენ ისეთ კრიტერიუმებს ვაყალიბებთ, იმითოა მეცნიერთა კონგრესი კარგი და ეხლა ჩვენ აგე ბატონ ნიკოლოზი და თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ და აი ბატონ თენგიზი და ესენი ვხედავთ აგე ყოველ შემთხვევაში თუ არ არის ორჯერ სამჯერ არ შეიკრიბოს თუ თქვათ ის გუნდი რომელზეც ჩვენ აქ ვართ ხო აი აგერეთ შეხედეთ აი რა არის ყველაზე საშიში და შემაშინებელი მე არ მინდა ვილაპარაკოთ რა თქვენ მინდა ამის ისაც უფრო ამის ამ საათამდე მომიწია თქვათ რაღაც ამბების გამო მუშაობა და დღეს 8 საათზე წავედი მცხეთაში რომ აი მენახა თქვათ იქ სადაც შეიძლება ესენი და ჩატარდეს კომისია აი შეხედეთ ამაში მე-6 პუნქტი ნახეთ როგორი წერია საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ ყიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეხლა ამაზე ანტირუსული ჩანაწერი იდეაში არა აგინებ კი არა ლანძღა ვეუბნები რომ მე მაგალითად ვაპირებ კიდევაც უისაც იქნება სრული და საშუალება თუ იქნება ჩავიდეთ და მივმართოთ იქ ტელევიზიაში არც არ გვაძლევენ რომ იქაც თუ მოგცემენ რაღაცას ვთქვათ რომ თქვენმა ხელისუფლებებმა რუსულმა ხელისუფლებამ დაგაკარგინათ ქართველი ხალხი და ისე იქცევიან აკარგვინებს ეხლა რომ გექნება სურვილი რომ გიორგაძეზე იფიქრო და ფარცხალაძეზე რო იფიქრო რა საქართველოში ხო ყველაფერი უკვე გასაგებია რა ანუ რასთან გვაქვს საქმე და არა მარტო ესენია ნახეთ რუსეთში როგორ არის თქვა ძალიან ბევრი ვინმე რომელიც მოდით ეხლა პირდაპირ თქვა აგერ ეხლა მე ვიცი ეხლა არ დავასახელებთ ამ გვარს მაგრამ ყველანი ეხლა ჩვენ რო დავწეროთ აი ეგ ერთ კითხვას რო დაწეროთ აი ვინზე ქონდა დეჭვი პირველ პარლამენტში რო იყო და ისინი რო დღესაც არიან ამ პარლამენტში აი პირველ იგივე ხალხი ვიზეც ეჭვი ქონდა ჩვენ დღესაც ამ პარლამენტში არის რეალურად შიშები ვარ ჩვენც რა იმიტომ რომ რაღაცას უნდა შევთავაზოთ მე რო ვთქვა მე ვიღაცას დამცველი აღმოჩნდება და რაღაცა დააშენო მაგეთ პუნქტი გითხარით ამაში წერია ჯერ ერთი ყველაფერს თავი დაანებოთ აი მე როცა გექნება საშუალო ნახეთ მე 11 პუნქტი
მე-11 პუნქტი არის როგორი უნდა იყოს თავრობა. თავრობის განმარტებაა შემოტანილი. და ვეუბნებით ხოლმე ჩვენ 31-ში ამაზე დეტალებში ვილაპარაკებთ და გვექნება იქ განხილვა, იმიტომ რომ ყველას ვეუბნებით გინდათ იყოთ საქართველოს ხელისუფლება გააკეთე ეს. გარედან მართული ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა. ამიტომ თავისთავად არის აი შეხედეთ ახლა აი აგერ პარლამენტში არჩევნები უნდა ჩავდებდეს თუ არა. აი ბიძინა ივანიშვილის და ეს ხალხი იგებენ იმით რომ ქუჩაში ისეთი ყირალა რაღაცები ეს ქუჩა განსხვავებულია ვიდრე ოდესმე ყოფილა იმიტომ არც იმ პერიოდში და განსხვავებული იმიტომ რომ აქ ხალხი გამოყვა იდეას ისე როგორც პირველი იმის დროს მოყვებოდა ეროვნულ მის იდეას აქ ხალხი გამოყვა იმას რომ ბიჭო ჩვენ არა ვართ არც ბიზნეს წინამდე 80% ასეა არავის წინამდე ნულანს გავთ ამერიკა მე მომწონს არ მომწონს მე შეიძლება თქვენაირი მოსაზრება მქონდეს მაგრამ ამერიკასთან ეს დაპირისპირება არ შეიძლება ევროპასთან ეს დაპირისპირება არ შეიძლება ვისაც ეს ქართულად მიაჩნია მე ვთვლი რომ ის ანტიკართულია არ ვიცი ბატონიკა სწორად ვამბობ თუ არა ამ იმას რაც შეიძლება თქვენია ამ იმას საუბარი რომ იმის კაცი რომელიც მეტყვის რომ ამერიკასთან ამ ტონით საუბარი როგორც ეს საუბრობენ ევროპასთან აგდებულად და მეორე კი გამოჩნდა აგერ ვამბობენ რომ რუსეთი არავითარ გამოვიდა ლავრუმა ისეთი გამოსვლა გააკეთა და ვინ გაკეთებს ყველა განსგავს და გაკეთებს რუსეთის ხელისუფლება აი აგერ ტერიტორიულ მთლიანობა რო ვიწერია ჩინეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ხალხო რომელშიც აქ ჩვენ ვაღიარებთ რომ ტაივანი ჩინეთისაა ანუ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ და ჩინეთი არ აღიარებს ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი და ელაპარაკები აი ხალხში რო გავალთ ტელევიზიით ამას ჩვენ არ გვათქმევინებენ ხო ხედავთ აგერ რომ აი პირდაპირ ეთერში ჩვენ არ დაგვსვამენ იქ რეალურად კი ვხედავ ამას არასოდეს არ დაგვსვამენ გასაგებია მაგრამ ეხლა არჩევნები რატო არის საჭირო აი აგერ დაიწყო ბატონმანიკა თქვენ ყველამ ვინც უკვე წინანაწყისში დაუჭირეთ ხარი არჩევნები მარტო იმედია რომ მე მინდა თქვენ გინდათ ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ არავინ არ მივიღებთ მონაწილეობას ხალხო ჩვენ არ გვაქვს ამის პრეტენზია ლაპარაკი არის საქართველოს უნდა იყოს სხვა ქვეყანა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში მიწა წყალი ხაერი სიტყვა ბუნებრივი რესურსები ინტელექტუალური რესურსი, ადამიანური რესურსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული პოტენციალი. ვიღაცას გონია გეოპოლიტიკა. ჩვენ გვაქვს უფლის ადგილი როგორ შეიძლება უფალს ცუდი ადგილი მოეცა ჩვენთვის, რომ ეს ამიტომ ცუდი გარემოცვა, რა ცუდი და ჯერეთ ნულაპარაკობ ამას, ნუ ვილანძღები და მეორე ტყუილი ეს. აი ამიტომ ჩვენი პოზიცია რა არის, რომ აი ასე როცა გახვალ ხალხში უშუალოდ დაილაპარაკები იქ ინტერნეტში წახვალ რაღაც აილაპარაკები ამას მოერევ თუ ამას ვერ მოერევი არჩევნები საქართველოში არის საჭირო მარტივი რამეს ვამბობ ეხლა ან უარყავით ვინმე ან დამეთანხმდეთ იმაში რომ პარლამენტი ნიშნავს იმას რომ ყველა ფენას საზოგადოების ყველა ფენას ყავს თავის წარმომადგენელი შეიძლება რომ მე ვარ თუ არა მომხრე ულტრა მემარცხენესაც უნდა ყავდეს წარმომადგენელი, ულტრა მემარჯვენესაც უნდა ყავდეს წარმომადგენელი, რეგიონსაც უნდა ყავდეს წარმომადგენელი, ესე იგი სხვადასხვა საზოგადოებრივ იმას უნდა ყავდეს წარმომადგენელი. ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა ისეთი როგორ შეიძლება ამას არ დაეთანხმოს? ბატონო თემური, სხვანაირად არ გავიგო ჩიჩოლინა აერჩია იტალიის პარლამენტში. იმიტომ რომ იმდენი ადამიანი იყო იქ რომელსაც მოწონდა ის. მე ერთხელ უსუფაშვილმა თქვა ერთხელ ერთ-ერთ შეკრებაზე იმაში იყო ბევრი გასაგებოდა და თქვა რომ მე ორი პოლიტიკოსი ვიცი ამ ქვეყანაში და მე ერთი მე დამასახელა. თვითონ მეორე ერთი აღმაშენებელია და მეორე დამანგრეველია. და თვითონ უსუფაშვილმა როცა შევხვდებით გითხეთ თუ ტყუილია და მე ამბობს რომ დამანგრეველია სააკაშვილიო თქვა ჩემზე მე ვთხარი რა განსხვავება იცი ჩვენ შორის. ჩვენ შორის არის მარტივი განსხვავება. მე რომ მქონდეს ისეთივე უფლება, როგორიც თქვენ გაქვთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირი კაცი იყოს მეთქი პარლამენტში, იმიტომ რომ არ არის უჭკუო კაცი, მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ეს არის, რომ მე ყველაფერს გავაკეთებდი, შენ ყოფილიყავი პარლამენტში, მაგრამ შენ ყველაფერს აკეთებ, რომ მე არ შევიდე პარლამენტში. აი ამიტომ ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა რომ საზოგადოების ყველა ფენას უნდა გქონდეს, ყავდეს წარმომადგენელი. ეხლა თუ გინდა გაიგო ამერიკის დემოკრატიის ბუნება აი აგერ ნახე ეხლა რომ მიდის კომიტეტში განხილვა რაღაც რომ მოხდა ამერიკაში მე გაოცებული ვარ რომ რაზეა ლაპარაკი ეს აიგეთ აი ღამის 4-5 საათამდე უსმენ უყურებ ამას ყველაფერს აი ხო ხედავთ თქვენ ეხლა ლაპარაკობთ აგერ პრეზიდენტმა მიიღო კანონები და არ უუქმებს არა უქმებს თქვენ
გაბედავთ ამ იმას, რომ ასეთი რამე მე ყველას ვეუბნები, რომ მე აღმოჩნდი ერთი პიროვნება, რომელსაც ორი სასამართლო მოუგენ სააკაშვილის და შევარდნაძეს ერთად შეერთებულს და შევარდნაძეს, რომ გაკიდა ყველაფერი, უთხრა როგორ და ავტოკარხა დავაბრუნებია უკან და სასამართლოში მოუგენ. დღეს ვინმე გაბედავს ამას. თუ თქვენ ხო ვართ აღერჩული. პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანები ვართ, ახლა იმას ახლა თქვენ რომელიმეს ახლა შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ვთქვათ არ უსმენთ, არ კითხულობთ არა პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ჩვენ ეს ვალდებულებაც გვაქვს. ამისი აი თუ თქვენ მე გამახსენებთ, რომ ვინმეს უთქვამს ან სააკაშვილისთვის, ან ივანიშვილისთვის, რომ ასე ხომ არ აჯობებდა. ტრიბუნიდან თუ უთქვამს, რომ კი ბატონო თქვენ ამას ასე ამბობთ, მაგრამ ასე ხომ არ აჯობებდა. მეტიც თელი, აი ეხლა მაგალითად მე რომ მეტყვისული, მე გამოვდიოდი და ეხლა ან მოარყავი თქვენ რომ მე შევარდნაძეს უმძიმეს მდგომარეობაში ვაყენებდი რომ გამოვდიოდი. ესენი მარტო იმაზე კი არ არის დაბაროკო, ვერ ბედავენ ამას. ზოგჯერ იციან, აი მარტივ რამეს გეუბნებით, ეხლა ვიყავით, აი ხო წარმოგიდგენთ, ფერბურთზე მივდივართ ერთმანქანაში, ჯერ ერთი დავწმუნდი რომ მაგარამეში დავწმუნდი და ამათ დავამთავრებე და ჩავდი დავწმუნდი. წინ ზის ზვია ძიძიგური. მანქანაში. უკან ზის მიხეილ მაჭავარიანი. უკან ორი ახალგაზრდა ზის, ერთი ოცნებასთან დაკავშირებული და მეორე ნაციონალურ მოძრაობასთან. ამგეთ ერთმანეთთან ლაპარაკი ნამდვილად არ აწყობდათ, მაგრამ მე ისის მიყავი რომ ვინჯები არ და ვეუბნებოდი რომ აი ეს ერთად კონგრესს გადაწყვეტეს და ტას მიკროფონი ლამს მანქანა. მინი პარლამენტის შეერთებით მანქანა. მე 18 კაცი ხო ვიყავით, რომ გამოვედი იმათთან, ზვიათიძიგურმა იცით რა თქო. შენ მთელი საქართველოს უნდა გისმენდეს, რომ თქვენ ეს არის მესიანთა კონგრესი, მაგრამ ამას ასმობთ ნახე. ვეუბნებით, აი ბატონო ზვიად. ეხლა თქვენ ზვიად გამსახურდიასთან იყავით და იყავით ბოლოს ბიძინასთან, ხო? არ მინდა შიგასაუბრები რაც იყო ამის და მიხეილ მაჭავარიანს ვეუბნები, რომ შენ ხო იყავი არა? მაგრამ ორივე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ვიცე-სპიკერი ეს ბიძინასთან, ის კიდე სააკაშვილის. მე ვეუბნები, რომ ბიჭო რატო ვერ ახერხებდით? ესე იგი ანუ ჩვენი აზრი და იმათი აზრი მესიერთთა კონგრესში რაც გვაქვს გადაწყვეტილი, იმათი აზრი ძიებია. დეუნები იმან თუ თქვენია უმრავლესობის აზრს რომ რა მოვიდოდა ბელადი უნდა დამთავრდეს ეს ბელადომანია ბატონო ხო არ შეიძლება რომ რას ფიქრობს ბიძი რაში მაინტერესებს რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ან რას ფიქრობს მიქრობდა მიხეილ სააკაშვილი ან რას ფიქრობდა შევარდნაძე მე რასაც ფიქრობდი ველაპარაკებული ხალხს იმას გულახსნა და პინდა ბატონო მადლობთ ბატონო შეიძლება არაფერი ყველაფერში გეთანხმებით ერთი მარტო ერთში მინდა რომ კორექტივი შეიძლება არა ნაცების და ქოცების ერთ სიბრტყეზე ისა მე არ მიმაჩნია სწორად. არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ნაცებმა კი ძალიან ბევრი ნეგატიური იყო, ამაში გეთანხმებით, ხო გახსოვთ ჩვენ მაგრამ რაღაცა გააკეთეს. კი ბატონო. რაღაცა გააკეთეს და ამათ არაფერი არ ნაცების დროს რაც იყო ცუდი ყველაფერი აიღეს და რაც იყო კარგი ყველაფერი გადააგდეს. კარგი, მადლობა. აი ეს არის მარტო. მაპატიეთ, აი ეს მინდოდა. ბატონო ანზო, აი ამ თემაზე კონკრეტულად გთხოვთ არჩევნები, მისი აუცილებლობა, უზენაეს საბჭო რა სახით უნდა წარდგეს, ვის უნდა მიაწოდოს ეს იდეა, რა რეზონანსში უნდა შევიდეს საზოგადოებასთან, აი ამ თემებზე თქვენი აზრი. წინა ჩართვის დროს თქვი რომ ჩვენმა უზენაესმა საბჭომ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მისაღები, ხალხს კითხა. ხალხს რომელმაც მანდატი თავისი სახელით ესაუბრა გადაწყვეტილებები მიიღო. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ამ საკითხს განსაკუთრებით რატო ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას. არჩევნები ჩატარდა ოქტომბერში. 28 ოქტომბერი. არა. ამჟამინდელი არჩევნები ჩატარდა ოქტომბერში, ხო? კი ბატონო. არჩევნებიდან ერთ თვეში გამოცხადდა საქართველოს პოლიტიკური კურსის რადიკალურ ცვლილებაზე განცხადება. ასეთი განცხადება ჩვენ არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ გვსმენია. როცა საქართველოს მოსახლეობას ხვდებით, ჩვენთან
ქალია თუ კაცია ამ საკითხზე დადიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით. ქალი რო ქალია და კაცი რო კაცია, აი ამის გასაგებად დადიოდი მთელ საქართველოში. და ეს საქართველოს მიცის იმათზე უკეთესად ვინც დღეს პარლამენტში მოგალათებული. და აი ესეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ღებულობ, ქართველი ხალხისთვის არ გითქვამს არჩევნებამდე. თუ პოლიტიკური გუნდი ამას აპირებდა, მე ხო არ მოიფიქრე. სერიოზული ეს არის ბატონო თემური, აი ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შულერობა. პოლიტიკური თაღლითობა. ნამდვილად. და თაღლითები ქვეყანას არ უნდა მართავდნენ. გადაგდება საკუთარი მოსახლეობა. ბატონო ერთ დეტალს დავამატებ კიდევ. პირველი ნომერი ვინც იყო? სის. დიახ. ის გავიდა პარლამენტში. გაუჩინარ. და საერთოდ არჩევნების შემდგომ არ დაგინახავს კაცი. ესეთი რამე სოფლიოში არ ხდება. ამიტომ ამბობ, რომ ერთი იმ ადამიანებს თვალებში მინდა შეხედო. აი რომელიც ამას კაი პარლამენტში რო არიან, ოსემ ქუჩაში რო გავალთ, ხალხში რო გავალთ, უთხრათ რომ ჯო გამარკვი ერთი პირველი ნომერი იყო კაციაში, ხო? და იმას მიეცი ხმა ახლა ბიძინას მიცემა იმათ პარლამენტში. ჯვის გავიდა იქიდან, ხო? არ არის არსად. არ ჩანს კაცი, არსად არ ჩანს. ეგრე შეურაცხყოფილი არა ვარ ჩვენ ყველანი. ეს არის მოსახლეობის ძალა, რატო უნდა მიცრა პოლიტიკაში რა? მონები არ ვარ. ეს არის შენი ქვეყნის მოქალაქეების შეურაცხყოფა. ვინმე წარმოიდგენს რომ დავით აღმაშენებელს ეთქვა დიდგორის ომი მოვეგეთ, ახლა მე უნდა დავისვენო და წავალ სადღაც აგარაკზე. ან გიორგი ბრწყინვალეს ეთქვა რომ აი მონღოლები უკვე აღარ არიან და დამთავრდა. ესე იგი სახელმწიფო მოღვაწე, თუ ის სახელმწიფო მოღვაწეა და ამის ამბიცია აქვს, ასე არ უნდა იქცეოდეს. აი ამის გამოსავალი ახლა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რამდენჯერ თქვენთანაც თქვი სტუდიაში რა გამოსავალს ვხედავ, არჩევნები აუცილებელია, მაგრამ წინაპირობა უნდა იყოს, ხო არის ხა არჩევნები უნდა მოამზადოს, არჩევნო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. და აი ამისთვის მე ისტორიიდან ერთი კარგი მაგალითი მახსოვს. ათენში, როცა ქალაქის არჩევნებს ატარებდნენ, ათენის სახელმწიფოს, ქალაქ სახელმწიფოს არჩევნებს ატარებდნენ, ეს არის დემოკრატიის სამშობლოა. აქ დაფუძნდა დემოკრატიული მმართველობა, ხო? კი ბატონო. ანუ რო ატარებდნენ არჩევნებს, ირჩევდნენ ცუდებს და კარგებს. კარგებს ირჩევდნენ, რომ ათენი ემართათ, ცუდებს ირჩევდნენ იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ქონოდათ. მაშინ იყო საარჩევნო ბარათები ხო არ იყო, არ იბეჭდებოდა. იყო თიხის ფირფიტა იყო და აი ამით აძლევდნენ ხმას ოსტრაკონი. პოლიტიკაში ქვია პოლიტიკური ოსტრაკიზმი ამას. და აი ამ არჩევანის მიხედვით იმათ, ვინც ათენის დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა, პოლიტიკური ასპარეზიდან 10 წლით აძევებდნენ. ისე არ ქონდა არც ადგილობრივი, არც კი ბატონო. პოლიტიკური აფსაიდი. პოლიტიკური ასპარეზიდან აძევებდნენ. ჩემზე რო იყოს ახლა ერთ სტუდიაში რო ვთქვი, მე ვიცი მეთქი გამოსავალი, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა განვახორციელო. ხო, ისინი დაინტერესდა რაღაცა ცოდნეო, ეს არაფერი ცოდნა არ არის. უბრალოდ არის მაგალითი როგორ წყდებოდა პრობლემა, როცა აი ესეთი პოლიტიკური სტრუქტურა იყო, ასეთი პოლიტიკური ასე ვთქვათ, განლაგება იყო ძალთა, როგორ ის დღეს არის. ნაციონალური მოძრაობა როცა პოლიტიკური ასპარეზიდან წავიდა, მე ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოვიდი და ვთქვი ხელისუფლებაშია ჯერ არ არის წასული და ვთქვი რომ ქართველმა ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოართვას უნდა ის რაც მისცა ძალაუფლება. იმიტომ რომ მან რასაც პირდებოდა მოსახლეობას ვერ გაართვა თავი. კი ბატონო, კარგად ვერ გაართვა, დაარღვია, ამიტომ მოსახლეობამ აი ამით უნდა უპასუხოს. იგივეს ვიტყოდი ქართული ოცნების მიმართ. აი ამ პოლიტიკური ოსტრაკიზმის, ასე ვთქვათ, ობიექტებად გავხდიდი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. აი ეს პოლიტიკური ძალა ოცნებას ჭირდება ქართული ნაციონალური მოძრაობა. ხო ხედავთ, ხა გუშინ გამოდის იურისტი ქვია და გამოდის რომ ვასამართლებთო ჩვენო პარტიას ნაციონალურ მოძრაობას ანტიკონსტიტუციურად ვაცხადებთ და მათ შთამომავლებს ეს მე არ გამიგია. წარმოუდგენელია. ასეთი რამე თან და 10 წელი ევროკავშირში ერთობლივ დელეგაციებში ისხდნენ და ევროკავშირის სტოლზე ერთობლივ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. ბატონო თენგიზ ქართულ ოცნებაში დელეგირებული ყოფილი ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები არიან. და მაგაზე ეს ვრცელდება? ვინც შექმნა ნაციონალური მოძრაობა და დააფინანსა არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონი ბიძინა ამას ამბობს.
ამაშია ამას ამბობს რომ ის აფინანსებდა ამ პოლიტიკურ ძალას ფულს უხდიდა წლების განმავლობაში მაშინ იმ კომისიამ რომელიც კომისიას უწოდებს თავის თავს და ადამიანებს აიძულებს ასეთი დრაკონული მოთხოვნა მე არ ვსვენია აიძულებს რომ გინდა თუ არა უნდა მივიდეს და აი ამის გამო ასამართლებს და ჟის იმაზე უფრო მეტად ვიდრე კაცის პლეს ვიღაც ძალიან ძიმე დამნაშავეს ადამიანს აქვს უფლება სასამართლოში მივიდეს ან მივიდეს და არაფერი თქვას ან არ მივიდეს და ამისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს მაგრამ ის პასუხისმგებლობა რასაც აი ეს კომისია წოდებული აკისრებს არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხისმგებლობა და მე აი ამ კომისიის თავმჯდომარე გამოდის და ადამიანებზე ვინც უნდა მიიწვიოს საუბრობს რომ დაძირლები არიან ლანძღავს როგორ შეიძლება შენ ხარ ასე ვთქვათ გაზში არბიტრი ხარ და არბიტრი ხარ სუბიექტური ვიღაცა არის ნაძირავ და როცა ნაძირავა შენთან მოდის როგორ უნდა მოევლოდეს ნაძირავა შეუწოდებ თვითონ ხარ ასეთი მომენტალურად ბატონ თემურ როგორ უნდა კონდეს იმედი როგორ უნდა კონდეს იმედი რომ შენ მიდიხარ და მოგისმენენ და ობიექტური იქნება ეს ამიტომ მართალი გითხრათ პირველი პარლამენტის ამდენიმე წევრმა ჩვენი გარკვეული შეხვედრების შემდგომ გადავწყვიტოთ და მივმართოთ და მოსვლა მინდა და გვათქმევინეთ 1 საათ დაგვეთმეთ და ვილაპარაკებთ ხო და გამოვიდეთ სასამართლოზე ახლა რო ვაკვირდები ამ პროცესს ბატონ თემურ რო ვაკვირდები ამ პროცესს ვიფიქრე კაცო რაღაცას ისეც გავაკეთებ რომ დამიჭირონ და მივიდე და სასამართლოში სიტყვა ვთქვა და ის რაც მინდა ვთქვა იმიტომ რომ ეს ოფიციალური ის არის მაინც გამოსვლა ჩემი წინაპარი იყო ჩემი წინაპარი იყო გადასახლებული იყო გრიგოლ ლოქიფაიძე ნოსტალგია ბატონო ზორო სამხედრო მინისტრი იყო მასთან ერთად იყო 6 წელი გადასახლებული ჯერ პერში მე მიყვებოდა გამოვაქვეყნე მაგაზე თავის თავგადასავალი და მიყვებოდა რომ ჩვენ დაგვიჭერს პატარები იყვნენ ახალგაზრდები 17-18 წლის ახალგაზრდები დაიჭერს ახალგაზრდა მარქსისტები იყვნენ კომკავშირის მოწინააღმდეგე და ჩვენ მეუბნები ისა მეტეხში ციხეში გამოძიება და გამოძიება ძალიან უხეშად ელაპარაკება ცოტა ხნის მერე შემოვიდა უკაცო და ამას უთხრა თქვენო ამ გამოძიებას თქვენო ალბათ როგორ ექცევთ ჩვეულებრივი პატიმრებით როგორ ექცევთ ესენიო სტუდენტები არიან განათლებული ხალხი და სხვანაირად უნდა მოექცეთო და სიგარეტი მოგვაწოდაო ბერი აღმოჩნდა ნუ ხა ბერია ფიქრობდა რომ გულს მოუნდობდა ამათ და ამათ რო წინააღმდეგობა გაუწიეს შეუტია რა გინდათო თქვენო და ამათ უპასუხიათ ჩვენო ამას რო სასამართლოზე ვიტყვითო ხა ეს ისტორიიდან იყო ასეთ გამოცდილება მეფე რომ მოკლეს მეფე ალექსანდრე რუსეთის იმპერატორი იქ რამდენიმე კაცი გაასამართლეს მაგრამ რამდენიმე არ დასაჯეს ამათ ესენი ფიქრობდნენ რომ სასამართლო პროცესზე გამოვალთ ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ დამტკიცებთ კი არა სატვირთო ვაგონი და არც კი რა სასამართლო რისაც ჩაყარესო სატვირთო ვაგონში და პემში ჩაიყვანეს რატომ მომას ვიფიქრეთ ჩემთვის კაცო ეგ აი ამ დავიჯამდები აი იმდენად ვარ განრისხებული და უკმაყოფილო იმით რაც ხდება ესე იგი სახელმწიფო დაემსგავსა რაღაცას ბანდას ხო აი ბანდიტური პრინციპით ბანდა არის ესე იგი ის რომ იქ ჟურნალისტი ხალი კისერი მოუგრიხეს კაცო ხედავ ესე იგი ღამე უყურებ ამას აი გეფიცებით რა იქ რომ ყოფილიყავ თავშევაკლავდი და ეს საქმე გამოძიებული არ არის თან ის ხალხი ვინც ამ პროცესში იყო ვიღაბახტილიც უნახავთ, ასეც უნახავს და ხელისუფლება ამას არ აკეთებს და ვიღაცას ბავშვს მოწაფე სტუდენტს იჭერს და ასამართლებს სახელმწიფო დამნაშავის ბრალდებით. ამიტომ 4 და 6 წლიანი. ამიტომ მე რაც ბრძანდეთ აქ ამას ხარს უჭერ აი პირობით რომ ათენის მაგალითი გავუყენოთ. ათენის დემოკრატია. მაგრამ შენ მოიყვანეს კი საშუალო ხავს და მე იმის ოპერატორზე რო გადადიან ფეხით კაცო თელავს და მესამე მაგათზე უარესი არის ისა ეხლა ბოლოს გავიგე მისი სახელი და გვარი ზვიად მაისაშვილი მეც მიახერხა საშინელება იყო წაქცეულია კაცი წავიდა მობრუნდა და უთხრა ერთი არ ტყავს ზევიდეს წამოსწევს თავს და ამის შესაძლებლად
პირდაპირ იმითი არ ტყავს ფერს. პირდაპირ. მე მეგონა ის ბიჭი მოკვდა და იმიტომ არა ჩანს და არის მაისაშვილი აღმოჩნდა ეს ბიჭი. არა, რის თქმა მინდა იცი? ყველაზე საშინელება ის არის, რომ მე ამ ფაქტებმა მკვლელი გამხადეს. ესე იგი, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ადამიანს ვერ მოკლავ. ესე იგი, გარდა იმისა, რომ რაღაც ისეთ სიტუაციებში ოჯახის წევრს თუ რაღაცას საშინ, ან მოკვდებიან შეაკლავ თავს, ეს არ ითვლება მკვლელობად, მაგრამ ის რომ მითხრას ვინმემ დამიყენოს, აი ის ტიპი, ვინც ესე ფეხი დაარტყა და ის ვინც კისერი მოუგრეხა რა, მომცეს ხელში რევოლვერი და ესროლეო სიამოვნებით ვესვრი. ამას ამბობს კაცი, რომელიც 7-8 წელიწადი პერმეს გადასახლებაში იჯდა. კიდე არაფერი, რამდენიმე წელი მე მქონდა უფლება მეტარებინა ტაბელური იარაღი და მე ხელში არ ამიგია ტაბელური იარაღი. ანუ ეს ტრაგედია. ეს არის ტრაგედია, ჩემი რომ მკვლელი გამონო, ესე იგი პოტენციური, ოღონდ პოტენციური. მკვლელი თქვენ ვერასოდეს ვერ იქნებით როც მოიწ. ესე იგი მე თუ კარგი ბატონო აკაცის კარგი, ახლა სხვა თემაზე გთხოვთ არ გადა იმ თემას უნდა დაუბრუნდეთ, თორე აქ რევოლუცია მოხდება. ბატონო ნიკოლოზ კიდევ ერთხელ მინდა ეს გაუმეორე თითოეულ მე მეც ვიტყვი, ასე ვთქვათ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი რეფერენდუმთან დამოუკიდებლობის აღდგენასთან აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან გაუქმებულ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ანუ ცხინვალში სტატუსთან მიმართებაში სადაც ჩვენ პირწვენდად გავიმარჯვეთ და ქართული სახელმწიფოებრიობები ამ დიდ მონაპოვარზე დგას და მემკვიდრეობითობის უზარმაზარი პლატფორმა და სივრცე შეიქმნა, ხო? მე მაინტერესებს კიდე ერთხელ იმ თემას მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ 31 მოვა 2-3 დღეში, ხო? და ამიტომ ის რომ თქვენ განაცხადეთ ადრე მეც მილაპარაკია და კოლექტიური მონაპოვარია შეიძლება ითქვას, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის რომ ვადამდელი გარდამავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ეს ამაზე ვთანხმდებით, ეს აპრიორია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ რო წამოაყენეთ აქ, როგორ ვინ უნდა წამოაყენოს ეს იდეა, ისე რომ ეფექტური იყოს, ისე რომ შეიძლება ამ ხელისუფლებაზე არ იმუშაოს და რაღაც ახალგაზრდებზე იმუშაოს. ანუ ყველაზე ისეთი გზა უნდა გამოვნახოთ იმისთვის, რომ ეს იდეები არ დაიკარგოს, გთხოვთ. მაგოს, თუმცა არ არის იოლია შეგიძლია. თქვენ შეეცადეთ ახლა. მე მინდა ერთი ამბით დავიწყო რა. ახლა საუბრის დროს ვიფიქრე ერთი რამ. ფსიქოლოგიური ვითარება ქვეყანაში მძიმდება. ის რაც ერთხელ გამოვიარეთ, უნდა იყოს ჩვენთვის კარგი მაგალითი და ჭკუის სასწავლებელი ამბავი იმისათვის, რომ ხელახლა არ დავაბიჯოთ ფეხი იმას, რასაც ერთხელ უკვე დავაბიჯეთ. ამიტომ როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ და ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვართ, რა თქმა უნდა. და ამას ვერ მალავთ. და ვერ მალავთ. მიუხედავად ჩვენი ასაკისა, მიუხედავად ჩვენი გამოცდილებისა და კეთილგანწყობის ადამიანების მიმართ, უნდა ვთქვათ მაინც სხვა გამოსავალი საქართველოს სახელმწიფოსთვის არ არსებობს. გარდა არჩევნების. გარდა, ესე იგი, შერიგება თუ არ უნდა ვინმეს, მორიგებაა საჭირო. ქართული ენა საკმაოდ ელასტიურია ბატონო. ანზორი, რომელიც ამის სპეციალისტი გახლავთ და მეთანხმება, მორიგება არის საჭირო, სანამ ეს კიდევ უფრო შორს არ წასულა რა. ვისთან პუტინთან? არა, აქ შიგნით არის ლაპარაკი. შიგნით კი, მაგრამ შიგნით არა, აი ახლა ბატონო ათო, გთხოვთ რა 31 რეფერენდუმს ეხება დამოუკიდებლობის აქტს და საზოგადოების რომელ ნაწილს უნდა მიუმართოს. არც ვფიქრობ ამას. გაითვალისწინეთ, რომ
ის ადამიანები, ვინც ჩვენ და თქვენ ძალიან არ მოგწონთ, ვიღაცებს ემყარებიან ამ ქვეყანაში. ასე არ არის, რომ მარტონი არიან რა. და ერთ დღეს დავიძინებთ, გავიგვიზებთ და ისინი არ იქნებიან, ასეთი რამ არ იქნება. ეგ ტყუილი ამბავია. და თავის მოტყუება, მეტი არაფერი. არც რუსეთი წავა სადმე. სამწუხაროდ. და უნდა გითხრათ, რომ რუსეთი რო ასეთი ძლიერია, ეს საქართველოს ბრალი არ არის, დასავლეთის ბრალია. დიდწილად. ისე ჩვენში რო ვთქვათ. რა? რაც რუსეთს გაუკეთეს 90-იან წლებში, ეს იყო მისი სახელმწიფოებრიობის სათვის ხელახლა სული შთაბერვა. ის როგორც დასავლეთი მოიქცა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში ამბები მიმდინარეობდა. 50,000 ბავშვი არის მკვდარი. როგორც არის, არ გვინდა. არა, დასავლეთის გასაგონად ვლაპარაკო. როდესაც აუყრუეს ამ ფაქტს. ასე რომ ჩვენთან სახელმწიფოს შენარჩუნება ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და არიან მსოფლიოში ძალები, რომელთაც ეს სურთ ძალიან და რაც დღეს ხდება, ჩვენ ამას ეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს ასეა. არა მარტო მაშინ კაცო. რა. ამიტომ ჩვენი ამოცანა სოფლიო რაღაცა ძალებთან სამყურო სასიცოცხლო ომი არ არის. როგორც სახელმწიფოს, ჩემი და შენი, თქვენი შეიძლება იყოს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ როგორ მოიქცევით რა. მაგრამ სახელმწიფო როგორ უნდა მოიქცეს იმისათვის, რათა შენარჩუნდეს ის, რაც გვაქვს. აი გაუბედურებული 20%-იანი რაღაცა ხორცები შევაჰლიეთ, შევატოვეთ იმ რუსეთს რა. ჩვენი ხორცი, ჩვენი აი. ხო. საუბედუროდ ეს. ასეა, ხო. საუბედუროდ. ეს არის ფაქტია, ხო. მოგწონს თუ არ მოგწონს ძალიან. ონდეგრე. ამიტომ ჩემის აზრით, უფრო ზუსტად ვთქვა, ჩემის ღმერთწმენით. აი ბატონი თემური ამბობდა, რომ ყველას უნდა ყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში. ყველას. ყველას ალბათ არ არის აუცილებელი. მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცა ჯგუფებს მათი ინტერესების ეს უნდა იყოს. არჩევნების გარდა სხვა მექანიზმი დედამიწას არ მოუგო. კი ბატონო. ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. ჯობია რომ გაყარო ის ვინც არ ვარგა. ჯობია ხო რა თქმა უნდა. უხეშეძალე. ხო რა შეიძლება ეს. შეიძლება ოღონდ რუის ურბნისში ეგარ გაკეთა ბატონისათვის ხო ოღონდ ის რუის ურბნისი და სოლომონმაც იგივე გააკეთა სხვათა შორის კი და რეზულტატი ორივე გააკეთა სხვათა შორის ბატონო ოღონდ შესაბამისი ვითარება იყო დიახ მაგესთვის და დიდ დავითსაც კი საგარეო რაღაცა ვექტორი ძალიან დაეხმარნენ კი ყველანაირი პირობა იყო. მაშინ მუსლიმანური სამყარო საკმაოდ დასუსტდა. აღარ ვილაპარაკებ ხო? დიახ, კი ბატონო. ბატონი ამზორი ამაზე ჩემზე უკეთი ლაპარაკებს და უფრო მე მეტად ბატონ ნიკოლოზ, ახლა თქვენ კიდე გლობალური შეატარეთ და კიდე უფრო გეუბნებით გასაგებად. 31 გეუბნებით გასაგებად რა. მე არ მგონია რომ ხო ჩვენ შეიძლება რჩევა მივცეთ ვიღაცას. და ეს სტატუსი მოვიპოვოთ. ეს შეიძლება მე არ მგონია რომ სხვა რამე იყოს საჭირო. ვინაიდან 28 ოქტომბრის გამოცდილება აუცილებლად გადაჭირდება ამ ქვეყანას, როგორც 31 მარტისა. ესე იგი,
28 ოქტომბერს სრულიად შეურიგებელმა ძალებმა, რომელთაც სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ წინამორბედში. ურთიერთგამომრიცხავი და ძალიან არ უყვარდათ ერთმანეთი ვიღაცები, მათ შორის ბატონი ავტო ციხეში იყო ნამდვილ ნაჯდობი იმ ხელისუფლების მიერ, რა. ხოჭერ 14 აპრილის გამო. 14 აპრილის გამო ეს კიდე ცალკე საუბარია. მაგ თემაზეც მე ვილაპარაკებ. და აი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რაც მაშინ იყო, აი ეს სასამართლო პროცესი, რომელიც 14 აპრილის გამო ასე ვთქვათ, რომელშიც გაეხვია ბატონი ავთანდილი. მიუხედავად ამისა, კომუნისტების მიმართ ყველაზე შემრიგებლური პარლამენტში ყველაზე დიდი ლიბერალი იმასაც ამიტომ ესე იგი არ შეიძლება საკუთარი სურვილების მოხვევა რეალობისადმი რა ეს ყველაზე უფრო სასურველი რეალობად განაცხადა არ შეიძლება განაცხადა თუმცა საპირისპირო რამეც არ შეიძლება ესე არ შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის ასე არ არის რაც შეეხება ბატონი ანზორის აზრს იმის შესახებ რომ უნდა გამოვიდეს იქ სადღაც სასამართლოზე ეს სასამართლო არ არის ეს არის პროპაგანდისტული ქმედება რაღაცა ძალების საბოლოოდ გასაქრობად ამოსაძირკვად ეს არ არის რაღაც ისეთი პროცესი, სადაც ჭეშმარიტება უნდა თუ ამიტომ და ვერც სტამბოლში ვერ გადაგასახლებენ ამის ძალაუფლება ჯერ არა. შეიძლება მოიპოვოს გიბადონ. ბატონ ნიკოლოზ, ახლა გამოსვლაზე გთხოვთ რეაქციას მომისცემ. მე უმთავრეს რაღაცას გეკითხებით უკვე მესამეჯერ. უზენე საბჭოს თავისი გრანდიოზული მონაპოვრებით ჩამოუთვალე რამდენი შეგვიძლია და არის ჯამრთელი ხალხი მათ შორის აქ წარმოდგენილი, ვისაც თუ პირდაპირ გაგების სიტყვით მე ასეთი ვერ ვიქნები. ხო და აი ამ ბირთმა პირდაპირ გაგებით ვამბობთ მე არ ვიქნები. კარგი, გადატანეთ იმის აი ამ ბირთმა ვის უნდა მიმართოთ და გემეორებთ ახლოვდება 31 9 აპრილი შემდგომ 26 მაისი 14 უნდა დავეთანხმო ბატონ თემურს და თან სრულიად უნდა დავეთანხმო ჩვენ შეიძლება მიმართოთ მხოლოდ ხალხს კი ბატონო ეს დანარჩენი არის აბსოლუტურად ყველა მხარეს ჯერ ერთი პოლიტიკური ძალები საქართველოში ძალიან სუსტები არიან ძალიან სუსტები არიან მათ შორის ხელისუფლება რომელიც ამ ასეთ ზომებზე მიდის ის სუსტია დემოკრატიულ სახელმწიფოში სუსტია რა და ის რაც ის საითკენაც მივიდოდი ის საქართველოში არ გამოვა ეს არ არის ჩინეთი ან რაღაცა რა იმიტომ რომ იმას სჭირდება სერიოზული ეკონომიკური საფუძველი რა და ეს საფუძველი ამ ქვეყანაში არ არსებობს დასავლეთის გარეშე ეს საფუძველი არც იქნება ვერასოდეს ამი ხო მართალია რა თქმა უნდა რახან არ იქნება შესაბამისად თუ ის ქვეყნები მოინდომებენ საქართველოში ავტოკრატიის დამყარებას ტოტალიტარიზმის საქართველოში ვერ დამყარდება მაგრამ მაშინ დამყარდება. თუ არ მოინდომებენ, არ დამყარდება. ის კი არა, რუსეთიც არ იქნებოდა მეთქი ამ მდგომარეობაში, იმათ რომ არ მოინდომებინა. რა თქმა უნდა. რა. ამიტომ ვეთანხმები ბატონ თემურს და ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზე, შეიძლება ნებისმიერი რამ შეიძლება ჩვენ ნებისმიერ საკითხის გატანა შეიძლება მათ შორის არაფერენდუმოდაც. არსებობს ამის კანონიერი ისინი მექანიზმები და არიან ადამიანები, რომელთაც ეს მექანიზმები იციან, როგორც 2-4-4-ია ისე, რა. და შეიძლება ამის რაღაცნაირად ორგანიზება.
მეცად გეყვით თუ სხვა შანსი არ იქნება თუ მივხვდებით რომ ეს ამბავი ისე მიდის როგორც მიდის რა ანუ უფსკროლი ხმავდება კიდევ უფსკროლი ხმავდება სხვა შანსი არც იქნება იმიტომ რომ ეს ქვეყანა მეორედ ურთიერთშეტაკებას ვერ აიტანს დაიშლება რამოდენიმე ნაწილად მარტივ მომრავლებად ასე იქნება ამიტომ ყოველგვარი ლაპარაკი იმაზე რომ ვიღაცა უნდა გაქრეს აი რატო არის კომისია შექმნილი რომ ვიღაცა გააქროს ხო ვერ გააქროს ვერასოდეს გამორიცხული არის არ არსებობს ხო ვიღაცა და შთამომავლებიც ხო შთამომავლები ხო არა იმიტომ ამბობ რომ თვითონ გაქრებიან ასე ხო და ძალიან არ უნდა მოინდომონ ხო თუ ძალიან მოინდომებენ ეგრე იქნება კი მაგრამ იმიტომ მე ისინი კი არ მაწუხებენ მათი მომხრეები რომელთაც აქვთ რაღაცა 2008 წლის გამოცდილება არსებობს რა რომლის 2008 წლის გამოცდილება და მე არ ვჯერა რომ დღევანდელი ჩვენი სამხედრო მდგომარეობა უკეთესია ვიდრე მაშინ არა უარესია რა უკვე ბატონო ნიკოლოს კარგი არა არ გვინდა ეს ამბები უბრალოდ რა ამას ეს ხალხი ხედავს იმასაც ხედავდა 2008 წელს რა იყო და უკეთეს არაფერს არ მოელის კი ბატონო რუსეთი არის ფაქტი უბრალოდ რა მოჩა და გათავდა მე მყავს ერთი ამხანაგი რომელიც ესე იგი უშუალოდ საზღვარზე ცხოვრობს რა ხო მე მისახლად გამოსავლებთ იმიტომ რომ კაცი ისე არ არის და რომელიც ყოველდღე უყურებს აი ისინი როგორ დადიან და როგორ საზღვარს როგორ აკეთებენ საოკუპაციო საზღვართან ცხოვრობ პირდაპირ რა და ყოველ დღე თუ არა კვირაში ერთხელ მირეკავს და მეუბნება რომ აი ახლა გააკეთეს ეს ანუ მანევრებს ხო რა ნუ ნიკა შეგებარებია აი ასეთ კომისიაში დაებარებენ ბატონი ასეთ ჩვენ საუყვანე ასეთ ვითარებაში ცხოვრობ ზეთუ ნახავებთან არაადეკვატური ხელისუფლება ყავს გეთანხმებით აბსოლუტურად არაადეკვატური რატომ ვერ ხულების იმართო გითხრათ ესე იგი არ მესმის რატო აკეთებენ იმას რაც ესე იგი მათ უნდა გაანადგურონ ხო აი რატო შვებიან ამას ვერ ხვდები რა საკუთარი მსინა უნდა ვერ ხვდები ამას რა არის მაგრამ არის მათ საქმეა ბოლოს რა მე მაშინ წერია რა საფრანგეთის კონსტიტუციაში წერია რომ საფრანგეთის მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება კი ბატონო რა ვიცი მეც ვიტყვი ახლოვით ახლა რაც მეგონა დავაკონკრეტე მაგრამ ესეთი კიდე პასუხი კოლექტიური ყოველ შემთხვევაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდეთ მაგრამ იმედია ჩამოყალიბდებით სორიოს დიახ ნიკამ რაცანა ბატონმა თემურმა აი სარეკომენდაციო თქვა საათაფ რაღაცა აი ესეთი იდეა რო საზოგადოებას გავაცნოთ აი ამას შევძლებთ ეს კი უნდა გავიდეთ ეროვნული თანხმობის პარლამენტის ideit. კი ბატონო. ჩამოყალიბებულია და სახელი კარგია, ჩამოყალიბებაც კარგია, ყველა მიკროფონი ხალხი ამბობს საბოლოო სიტყვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც არის დასაკონკრეტებელი. ჩვენ უნდა დავაკონკრეტოთ, მაგრამ ხალხში რო გავალთ და ვეტყვით, არა, აღარ სირცხვილია, რაც ხდება, რა ხადავთ, რა სიტყვებს ეძახიან ერთმანეთს, ერთუჯრედიანი ნაზირა და დასაწყისში ამება ხარი ის ხარი, როგორ შეიძლება ეგეთი რამე ქართველს უწოდოს სამარცხვინო. ბატონო, ეს ყველაფერი მოდის. შენ დროს ისწავლებოდა ჯიუტით ხელი, ასეთი ისე ხოთხრობა იყო, არც ერთი ართმობს ორივე გადავარდება, გადაიჩეხება და ახლა კი ორივე გადავარდეს, მაგრამ ქვეყანა ზიანდება და ეგ არის უბედურება. არც ისინი გადავარდება, როცა არიხელენ უკან. აი ესე სიჯიუტია პოლიტიკური გინდათ თუ არა მე ყოხა უღირსების ბრალია. როგორ არის წელი? ხუცო, ჩე? ესენი ხო აკეთებენ არჩევნებს, იმას ხო აკეთებენ ახლა რომ ეს ჩაატარონ სასამართლო. მე რამდენადაც ვიცი მეორე მხარეში არის აზრი რომ იმათაც დაიწყონ ანალოგიური
ანუ ისინი გაასამართლებენ ხალხს ახლა რა უნდა ის გაკეთებას ახლა ტელევიზიები აქვს ყველაფერი გაასამართლებენ ოცნებას ესენი ასამართლებენ ნაციონალურ ეს გვინდა ასეთი არა მე ისევ ახლა იმას გამოვიხმაურები არაადეკვატურები არიანო ესენი მთავრობა არაადეკვატური კი არა ღირსების არ მქონე ადამიანი თავმოყარე ღირსება დაცლილი არც ღირსება აი ახლა რა არის ღირსება იმასკენ ვიდე საერთოდ მოკლედ ძალიან თქო არა ერთი რაღაცა სინამდვილად უნდა თქვა რომ რა არის ღირსება არიციან ვერ გაიგებენ ახლა რომ თქვა ახლა და ჩამოყალიბებული არა იმასაც ვერ გაიგებ ერთ მაგალითს მოგიყვანთ რომელიც თქვენ ყველამ აუცილებლად კარგად იცით გერმანიას ყავდა ესეთი კანცლერი ვილი ბრანდი. როგორ არ გვახსოვს? ვილი ბრანდი, რომლის თანაშემწეც აღმოჩნდა KGB-ს აგენტი. კი ბატონო. რა თქმა უნდა ის დაიჭირეს, ყველაფერი მიუძღეს რაც ეკუთვნოდა, ის არ არის საინტერესო, მთავარი საინტერესო რა არის? ვილი ბრანდი გადადგა, კაცო. გადადგა, კაცო. იმიტომ რომ არ ვარ ღირსი მე კანცლერი თავის თავზე აიღო სრული პასუხისგებლობა. ამას ბიზინა ივანიშვილს ერთი პრემიერ-მინისტრი არ გამოადგა, მეორე არ გამოადგა, ყველა ბრძოლა მესამე არ გამოადგა, ერთი პრეზიდენტი არ გამოადგა, გიორგი ბარგველაშვილი. ეს მეორე პრეზიდენტი საერთოდ მოღალატეა მათი თქმით, რა თქმა უნდა. ესე იგი, ვინ ხარ შენ? პროკურორი აგენტი არ მოწოდა. პროკურორი აგენტია, ეს ამას არ თulis. არა, ეგ დაახოთ რა. არ არის. ერთი ძანე და ღირსებას მეც მათქმევინეთ ბოლოს. ხომ გერმანული მაგალითი მოეტყიდა. მე ახლა დღევანდელობის მაგალითს გეტყვი. ირჩევენ უბრალოდ წარადგენენ საქართველოს პრეზიდენტს. წარდგენება ხდება თბილისში სცენაზე მიკროფონთან დგას ერთი კაცი და სხვები ადიან სცენაზე. პრეზიდენტობის კანდიდატი, უბრალოდ ვინც უნდა დაასახელოს პრეზიდენტად, ქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, რამდენიმე კაცი. ესე იგი, სახელმწიფო ხელმძღვანელობა ვინც კი არის, პირველი პირები. და ის ვინც მიკროფონთან დგას, ამათ მიმართავს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვართო და ტემპშიო. აჩქარა გამოდითო ტემპშიო. მე რა გაცდა დამჭა. აი როგორც ბოდიში და ნახის ერეკებია. ბატონო. ახლა ვიღაცა რო ასახელებს ადამიანს, პატივს ხომ უნდა სცემდეს პრემიერ-მინისტრის შემდგან წარდგენილ პრემიერ-მინისტრს, შენ პატივი უნდა სცე. ქალაქის მერს პატივი უნდა სცე. უნდა სცე პარლამენტის თავმჯდომარეს ხელისუფლების წყარო, ეს არის და მას მიმართავს აი ასე. აი ესეთ ხელისუფლებას პერსპექტივა შეიძლება გაოფლება შეინარჩუნოს ეს მაგრამ ეს არის სამარცხვინო და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ამ ხელისუფლებას დასრულდება იმას ჩამოართვევს ქართული ხალხი ჩემს არაადეკვატური უფრო მრავლის მოცველი სიტყვა ვიდრე ასე ესე იგი პოზიციის თვალსაზრისით კი ორ წუთში არ არის განსხვავება არაადეკვატური პოლიტიკური ადეკვატურყველაზე თქმა უნდა ახლა ბოლოს სიტყვა მაცალეთ მე თუ შეიძლება იმიტომ რომ დრო ამოიწურა თორე დავხურავენ მე საბოლოოდ მინდა თქვა რომ ახლა მე რო შევაჯამოთ ახლა გარკვეულწილად ჩვენ თქვით ეს დიდი მონაპოვარი რაც 30 რეფერენდუმზე დამოუკიდებელ აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე გარდამავალ პერიოდზე ცხინვალის საბჭო და დემონტაჟი სამართლებრივი თვალსაზრისით სამხრეთ ოსეთში ეს ყველაფერი უდიდესი მონაპოვარია ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ მინიმუმ რომ ის პოლიტიკური ძალები რომლებიც მოვლენ ამ იდეის მემკვიდრეები იყვნენ ამის გარეშე ჩვენი ფასი ნულია შეიძლება ითქვას და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით რა თქმა უნდა ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად ოღონდ კიდევ უფრო ეფექტური უნდა ვიყოთ რაც შეეხება რას თქვენ ბრძანეთ ახლა აქ პარლამენტის მრავალ პარტიული იმაზე იყო საპარლამენტო ასამბლეაზეც იყო ლაპარაკი და ჩემი თხოვნა იქნება რომ 31-ში როცა შევიკრებებით 9 აპრილში როცა შევიკრებებით
მესამე ძალის სამოქალაქო ძალის დაბადებასთან რაც იქნება დაკავშირებული და რაც უერთდება კონკრეტულად აი ამ ჩვენ მიღწევებს როგორც ასეთი სახელმწიფო იქ იყოს მჭიდრო კავშირი, იქ იყოს კოორდინაცია, რომელიც საბოლოო ჯამში თუ ეს სწორედ მივიტანეთ და საზოგადოებას სწორი რეზონანსში შევა ამ თვალსაზრისით რეზულტატიც იქნება. მანამდე კი ჩვენი ვეცადოთ როგორც ასეთი მადლობას მოგახსენეთ. 31-ში ეს კიდევ ერთხელ რომ მინდა რომ ვთქვათ 31-ში ეს არის ყველაფერი საგურამოში. ილია ჯავახიშვილის მუზეუმში 2-დან ვიწყებთ შეკრებას ადამიანები შეერთდნენ ერთმანეთს და ელაპარაკούν, ხოლო ოფიციალური სხდომა დაიწყება 3 საათზე და თუ შევძლებთ პირდაპირ გადაცემას, იქნება ტელევიზიით უკვე თუ არა და ნუ მე ჩაწერილი იქნება და გადაიცემა. Გამოიცემა. მადლობა პირველი დეპუტატებს და სხვა პარლამენტების წევრები კიდე თუ იმას მიწვდება ეს ხმა, ჩვენ გაფრთხილებით მეცნიერებს ჯგუფს ვაფრთხილებთ, თქვენ კიდე თქვენს კოლეგებს შეეხმიანებით და ჩვენი პრინციპი იყო რამდენიმე პროგრესული კაცის ჯობს გიჭერდეს ფარს, ვიდრე ათასები მათ გიკრავდნენ. არამის არ ჭირდება ეხლა. გარითმულიც არის ბაზალთები, გარითმულიც რას. გასაგებ. გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით უახლოეს დღეებში 31-ში და ამ იდეისთვის ვიყოთ ამ სულისკვეთებით გაჟღენთილი. გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. ახლა ერთს მოვებე. სალომესთან არის მიღება. მაშინ ბიძინა ახალია, ახალი. აი, გამოეთამაშა. ხო,